ეხლა ძალიან მაგარ ტრენდშია ფირის ფოტოგრაფია და მე მგონი საერთოდ ხელმეორედ დაიბადა. მე არტურო ვარ და დღეს ფირზე და ფირის ფოტოგრაფიაზე ვისაუბრებთ. ადრეს მithქავს ის რომ 7 წლის ასაკიდან ვიღებ ფოტოებს, მაგრამ აი ის წელი, ის მომენტი 97 წლის ზაფხული, როდესაც მამაჩემმა პირველად მომცა ფირის ფოტოაპარატი, ეს point shoot Kodak-ის ფოტოაპარატი იყო, არასდროს არ დამავიწყდება და მართლაც რომანტიზმია, მართლაც ისტორია არის, მართლაც სიყვარული არის და აუცილებლად თითო კადრი დაგამახსოვრდებათ, აუცილებლად. ახლა ცოტას გაგაგიჟებთ. ბოლო 6 წლის მანძილზე ფირის გაყიდვები გაიზარდა 900%-ით. მხოლოდ 2023 წელს 25 მილიონი ფირი გაიყიდა, რაც არის დაახლოებით $300 მილიონი ღირებულების. არანორმალური ციფრებია. ამიტომაც თქვი რომ ხელმეორედ დაიბადა ფირის ფოტოგრაფია და ზოგადად ბევრად მეტი შანსი მიეცა ფირს. როდესაც მე მხედავ ფირის ფოტოაპარატ ხელში, ძალიან ხშირად მეკითხებიან, კი, მაგრამ იშოვება თუ არა ფირი ზოგადად. და კი იშოვება, აქვე კითხვა ძვირია თუ არა და კი ძვირია. მაგრამ ფირის მოყავლები ყოველთვის გავიმეტებთ კარგ ფირისთვის ცოტა თანხებს. ახლა კი ფოტოგრაფიული ფილოსოფიის დრო არის და ვისაუბროთ იმაზე თუ რას გვასწავლის ფირის ფოტოგრაფია და ზოგადად ფირის ხელოვნება. პირველ რიგში დროის დაფასებას გვასწავლის ფირთან მუშაობა, იმიტომ რომ არ გაქვს ის ზედმეტი დრო პირიქით ყველაფერი უნდა კონდეს გათვლილი და ეძებ კონკრეტულ და საჭირო მომენტს. ამაში შედის თითოეული კადრის წინასწარ და სწორად დაგეგმა და დაიმახსოვრეთ რომ თითოეული კადრი არის ცოცხალი ისტორია. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის რომ ფირის ფოტოგრაფია გვასწავლის ზოგადი ფოტოგრაფიის საფუძვლებს, ეს არის შუქი და კომპოზიცია. ამ ორი კომპონენტი თქვენ შეძლებთ შექმნათ შედევრი. ფირის ფოტოგრაფიით ბევრად მეტად ხელოვანი ადამიანი ხდები, მეტად ხელოვანი ფოტოგრაფი ხდები, უკეთ ხედავ უკვე რაღაცებს, ასევე ზოგავ შენს დროსაც, ენერგიასაც, ბიუჯეტსაც, კამერასაც და რა თქმა უნდა გეხმარება რომ ჩამოყალიბდე როგორც ფოტოგრაფი, ფოტოხელოვანი. თუ ხარ დიჯიტალ ფოტოგრაფი და გაქვს რაღაცნაირი კრეატიული კრიზისი, გადადე შენი ციფრული ფოტოაპარატი, თუნდაც smartphone და გადადი ფირზე. იმიტომ რომ ფირი და ფირით გადაღება ადამიანის ტვინის ორივე ნახევარს აამუშავებს და თქვენ შეძლებთ რომ ბევრად მეტი დაინახოთ. იშოვება თუ არა ფირები, ზოგადად ან ლოკალურ საქართველოს ბაზარზე, კი იშოვება, ყოველ ნაბიჯზე არ ყრია, მაგრამ არის სპეციალიზირებული მაღაზიები, ლაბორატორიები, საბეჭდ მაღაზიებშიც აქვს ხოლმე. ეს რეკლამაში არ ჩამითვალოთ, მაგრამ მე ხოლმე ვყიდულობ მაგნოლია ფილმში, ეს ფაბრიკაში რომელიც არის. მინიმალური ღირებულება ყველაზე იაფიანი ფირის ალბათ 25 ლარიდან იწყება და ადის დაახლოებით 70-80 ლარამდე, ეს მაგ საუბარი 35 მმ-იან ფირზე, სტანდარტულ ფირზე. გადაღების შემდგომ რა თქმა უნდა ეს ფირი უნდა გაამჟღავნო. გამჟღავნება და სკანირება დაახლოებით 30-დან 35 ლარამდე მერყეობს. და ამის მერეც კიდე ემატება ბეჭდვითი ღირებულება, რა თქმა უნდა. ასევე თითო ფირის ჩასმა, გადაღება, სკანირება და დაბეჭდვა თითქმის 100 ლარამდე გიჯდებათ. ჩემ გარჩევა რომ აუცილებლად დაბეჭდოთ თქვენს მიერ გადაღებული ფირის ფოტოები. ბაზარზე ყველაზე პოპულარული ფირი არის სტანდარტული 35 მმ-იანი ფირი, რომელიც არის სტანდარტული ფორმატის და მე მგონი ფოტოაპარატების 90%-ში ზუსტად ეგ ფირი მიდის. მერე მოდის 120 მმ-იანი და მედიუმი და მერე მოდის უკვე დიდი ზომის, დიდი ფორმატის სლაიდები და ასე შემდეგ. ახლა გაჩვენებ ჩემს ერთ-ერთ საყვარელ ფირის ფოტოაპარატს. ეს არის EOS 33, რომელიც 2014-15 წლებში შევიძინე და ამას აქვს ძალიან საინტერესო ისტორია, იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ არის დაკარგული. 2017 წელს ამაში ჩავდე პორტრა და იმ ზაფხულს გადავიღე რამოდენიმე კადრი, მე ისე მოხდა რომ თაროზე ამოჩნდა ეს კამერა და 1-2 წლის მერე აღმოაჩინე ისე რომ სადღაცა მედო ამოვიღე, არის ფირი ესე იგი, რაღაცებს გადავიღებ კიდე თან დარჩენილია სლაიდები და გადავიღე კიდე რამოდენიმე და 2019 წლის ბოლოს, სანამ პანდემია დაიწყებოდა, გადავიდე ახალ ოფისში და
იქ უბრალოდ დავდე სადღაც უჯრაში და იქ შევინახე. ეს ოფისი რა თქმა უნდა პანდემიის დროს დაკეტილი იყო და გადაბარგვის პროცესში ეს კამერა დავკარგე და 2022 წლის შემოდგომას ისევ აღმოაჩინე ვიპოვე და იყო დარჩენილი ზუსტად 4 კადრი. გავედი, გადავიღე ის 4 კადრი და იმ დღესვე წავიღე გასამჟღავნებლად. წავიღე სახში, ყველას ჰქონდა ის სიხარული ცრემლები თვალებზე. ასე რომ ძალიან ემოციურია და ძალიან რომანტიკაში გადაყავხარ ფილის ფოტოგრაფიას. ხო, დღეს საკმაოდ საინტერესო დღე არის, იმიტომ რომ წამოვიღე ჩემი გამჟღავნებული და დასკანირებული და დაბეჭდილი ფოტოები. ეს არის 2024 წლის და 2025 წლის ზაფხულის კადრები ერთ ფილზე გადაღებული. ეს იყო გადაღებული Kodak Vision-ზე, 200-იანზე და დაუბეჭდი აბსოლუტურად ყველა ფოტო და გაგიკვირდებათ, რომ 24-დან 24-ვე გამოდგა, აბსოლუტურად სწორი ექსპოზიციით იყო ყველა გადაღებული ფოკუსში და გადავწყვიტე ყველა დამებეჭრა თან დიდ ფორმატში 15:21-ზე და დღეს ჩემი ცოლი და ბავშვები ამოვლენ და სიურპრიზად უნდა ვაჩვენო ეს ფოტოები და ვნახოთ რა რეაქცია ექნებათ. აჰა, ეს დაბეჭდილი ფილები და აბა გასცემი და დაათვალიო. აბა ეს არ ვიყავით ვისახს. ეს ჩვენ ვიყავით თუშეთში. თუშეთში ვიყავით ხენები დილამაზე. აბა ეს სად ვიყავით? ხომ ფირით რა ლამაზი. ეს ვიყავით ჩვენ მე რა ვიტირე მაგზაზე ძალიან ძნელი გზა რომ იყო. ეს ვიყავით ჩვენ ხიდზე ჩვენ ვიყავით ქუთაისში ხიდზე ვიყავით გადასული. მახსოვს. მაგნოლია ქუთაისი კი აი ამ დავიწყე ფოტოზე გადაღებულ ფირით აი ეს მომენტი ძალიან კარგად მახსოვს კარგი ამინდი იყო ძალიან ცხელ და აი ძალიან ქუთაისში და ჩვენ ვიყავით ერთ-ერთ ცნობილ მაგზოლიასთან ხიდთან ახლოს არის ანუ და ძალიან მომწონს ეგ ფოტო და გაზაფხული იყო მაგრამ ძალიან ცხელოდა და ძალიან მომწონს ქუთაისში არის ეს არის სოფელ-ქობულეთში დინარე, რომელთანაც ჩვენ აი აქედან ხტებით, აი აქ ადამიანები ადიან და ხტებიან. ეს ვარმე, ეს არის ბეტი და ამ დინარეზე როცა ქობულეთში ჩავდივართ, შანსინოლია რომ ერთხელ არ ეს ვარ მე, როდესაც ხტები კლდიდან. იქ სოფელში მდინარე გვაქვს და მანდ არის დაყუდებული კლდესავი. და მანდ ავდივართ ძვრებით ბავშვები და ხტებით და ძალიან კაი მოგონება არის და ერთი სული მაქვს, როდის იქნება ზაფხული რომ ისევ ავიდე კლდეზე და გადავიდე. ეს არის გონიო, ჩემ გოჭთან ერთად. ხო. ასევე სარფი. ჩვენ ვართ თუშეთში, როცა ვჩებოდით კარვით ტყეში. რომეცადეთ თუშეთის გზა შედის ყველაზე ძნელი მეათეულ გზაში და არის საქართველოში ყველაზე ძნელი გზა. და საქართველოში ყავს ყველა კუთხე მოვლილი და ეს რომ არ ქონდა, ეს კუთხეც მოვინახული და ძალიან ლამაზი იყო. ასევე ძალიან მომწონს ფერები, ანუ ჩვეულებრივ ფოტოებში და ჩვეულებრივ კამერებში შეიძლება იყოს, ან ციფრულ კამერებში შეიძლება იყოს რაღაცა კაი ფერები რაღაც ეგრე დაამონტაჟო, მაგრამ ეს არის ანუ ეგრევე ანუ ეს არ მონტაჟდება და ეს არის სრულყოფილი თვითონ გადაღებული ფოტო რა და აი ძალიან მომწონს. მოგივა ჩვენი გამორჩეული ფოტოები აი. აი ესეც ჩემია, ესეც მომწონს და ეს ორი მომწონს, სამი მომწონს. ეს და ეს. ეს ვიდეო მომწონს, ძალიან ლამაზია. ორი ცხენია, ძალიან ბევრი ხეა და ძალიან ლამაზი ხეა. გამოვარჩევდი მე. და ეს იმიტომ რომ მომწონს, რომ მე ძალიან მოწების ხატვა და ძალიან ლამაზადაა. თითქოს დახატულია. ამ გადაცემის სპონსორი ვარ მე და ჩემი პროდაქშენი და თუ მოგწონთ ვიზუალი, აუდიო და ედიტი, აუცილებლად დაგვიკავშირდით. ახლა კი გეტყვით, რომ ჩვენი პროდაქშენი არის გაყოფილი სამ ნაწილად. პირველი არის YouTube და სოციმედია პროდაქშენი, სადაც შედის YouTube შოუები, პატარა კომერციული რეკლამები, რევიუები და ასე შემდეგ. მეორე ლაინი არის ივენთები და აქაც კი ცალკე ჯგუფი ყავს, რომელიც მუშაობს ფოტო-ვიდეო გადაღებაზე, ივენთების ქავერზე.
და მესამე არის შედარებით მაღალ ბიუჯეტური პროდაქშენი, სადაც შედის მუსიკალური კლიპების, კომერციული რეკლამების გადაღება და ფილმებიც კი. ასე რომ აუცილებლად დაგვიკვირდით. რაც შეეხება Vision-ის ფილმს, საკმაოდ საინტერესო ფერები აქვს, ცივ ფერებში იღებს, მაგრამ ძალიან მომწონს ამის სკინტონები და ზოგადად გრადაცია. ასე თუ გიყვართ წყლის, ზღვის, მდინარეების, ტბების გადაღება, აუცილებლად უნდა სცადოთ, იმიტომ რომ საოცრად გამოყავს წყლის ფაქტურა, წყლის ფერი. მოკლედ, ჩემგან რეკომენდაცია. რაც შეეხება ჩემს საყვარელ ფილმს, ფერადებში ეს არის პორტრა, უდაოდ 160-იანი, 400-იანი, იმიტომ რომ საოცრად საინტერესო ფერებს გაძლევს. განსაკუთრებით თუ გიყვართ პორტრეტების გადაღება, არის ალბათ ნომერი 1 ფილმი. რაც შეეხება შავ-თეთრ ფოტოგრაფიას, იქ უდაოდ ილფორდის შავ-თეთრი ფილმები. თუ გიყვართ რეპორტაჟების გადაღება, სტრით ფოტოგრაფია თუ გაინტერესებთ, აუცილებლად სცადეთ ილფორდის ფილმები, იმიტომ რომ თან ძვირიც არ არის. თქვენზე მორგებულ და საინტერესო ISO ფილმსაც აირჩევთ. რამდენად შეიძლება რომ daily, ანუ ყოველდღიურ კამერად იქცეს ფილმის ფოტოაპარატი? მე ვფიქრობ, რომ ეს ყველასათვის მაინც და მაინც არ არის, მაგრამ ეს მოყვარულებზე და რაღაც უფრო კრეატიულ ფოტოგრაფებზე არის გათვლილი, მაგრამ აქაც არ უნდა გაჩერდეთ, რა თქმა უნდა, თუ ერთხელ ამით მოიწამლე, ასე ვთქვათ, აუცილებლად სადღაცა გექნება ჩანთაში, რამე პატარა point and shoot კამერა თუნდაც. როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიაზე, ფილმის ფოტოაპარატით ვერასდროს ვერ იზავ აი ესეთ რაღაცას. ხოლო შადრებერს ფიზიკურად არ გაძლევს იმის საშუალებას, რომ აი ამდენი კადრი გამოიყენო. მაგრამ სპორტ ფოტოგრაფები ადრე თითო აი მაგალითად ფეხბურთის თამაშზე 6-8 ფილმსაც კი იღებდნენ. ახლა კი ძალიან საინტერესო მომენტზე გადავიდეთ. როგორ გადავიდეთ ფილმის ფოტოგრაფიაზე, რამდენად ხელმისაწვდომია და ღირს თუ არა. რა თქმა უნდა სცადო, მაგრამ გახსოვდეს, რომ ყოველთვის ძვირი ჯდება ეს სიამოვნება. ფოტოაპარატის შეძენა, მინიმუმ point and shoot რაღაცა მილნიცა ფოტოაპარატი რო იყიდო 100-დან 150 ლარამდე გინდა, თუ რამე პროფესიონალური გინდა იყიდო, რომელსაც ოპტიკაც ეცვლება, ეს უკვე ორმაგდება თანხა. რა თქმა უნდა, მე ფილმის ღირებულება ემატება, გამჟღავნება, სკანირება და ასე შემდეგ. მაგრამ აქ გვაქვს საუკეთესო ოპშენი იმისთვის, რომ გაიგო, ასე ვთქვათ, შენთვის არის თუ არა ფილმის ფოტოგრაფია, ეს არის smartphone-ები, იმიტომ რომ თანამედროვე smartphone-ები შეგიძლია გადმოწერო ფილმის იმიტირებული რამე აპლიკაცია, ფასიანებია, აი iPhone-ებზე ძალიან საინტერესო აპლიკაციებია მაგალითად და სცადო დაადო ის ფილმის ფერები, რომელიც მოგწონს და დამჯერად ბევრად იაფი დაგიჯდება. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი API არის RNI Films, ამ შეგვიძლია გადაიღო სტანდარტულად და მე უკვე აქ დაამუშავო. აქ არის Kodak-ის, Fuji-ის, Ilford-ის, ბევრი slide brand-ის ფილმების იმიტაცია და საკმაოდ საინტერესო კადრების მიღება შეგიძლია. ასე რომ ჩემგან რეკომენდაცია ჯერ smartphone-ზე სცადოთ ფილმის ფოტოგრაფიის იმიტირება და ეს ფერები და მე უკვე გადახვიდეთ ფილმზე. ჩემი ფილმის ფოტოგრაფიის ინსპირატორი არის ესეთი ცნობილი ფოტოგრაფი, რეჟისორი ფოტოგრაფი, გრეგორი კოლბერტი, კანადელი ფოტოგრაფია. ძალიან უნიკალურ სცენებს დგავდა. შეგიძლია დასერჩოთ, ნახოთ აი საოცარი სეპია და black and white ფოტოები აქვს, რომლებსაც უნიკალური ისტორია აქვს. აქვე პატარა სიახლე, ახლა მომავალში ვაპირებ ფილმის ფოტოგრაფიაზე და ზოგადად ფილმზე პატარა ვორქშოპის გაკეთებას. ასე რომ ამაშიც დამასაფრთხეთ, კომენტარებში დაწერეთ რა გაინტერესებთ, რის ნახვა გინდათ, რის გარკვევა და გაგება და ნახვა გინდათ და აუცილებლად ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ. ვისაც არ გაქვთ ნახე ჩემი პოდკასტები და ტეგ რევიუები, აუცილებლად შედით ახზე და ათვალიერეთ საინტერესო კონტენტს ვდებ. დიდი მადლობა რომ ასაფრთხებთ და წერთ კომენტარებს, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე თხოვნა მაქვს რომ გამოიწეროთ ეს არხი, რომ ბევრად მეტ ადამიანზე ავიდეთ და ბევრად მეტი რაღაცა გადავიღო და განახოთ და გასწავლოთ შეძლების დაგვარად. ეს ვიდეო იყო ფილმის ფოტოგრაფიაზე, მე არტურო ვარ და მომავალ ტეგ შეხვედრამდე.